მსგავსი თეორია არც ერთი არ არის. ამაზე არ საუბრობენ, რომ იმ პიროვნულ თეორიათა შორის, რომლებიც არის დღეს ფსიქოლოგიაში ისწავლება პიროვნული თეორიები, ასეთი სრულყოფილი და ასეთი ახსნა ქცევა სხვაგან არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ სურს გავზარდოთ თაობა. მათ შორის სპორტის ფსიქოლოგების ის თაობა, რომელიც აღიზრდება განწყობის თეორიის საფუძვლებით, რასაკვირველია, უნდა იყოს გლობალური. და გამომდინარე იქიდან, რომ მოხმარდება საქართველოს, ეს არის მსახურება ეროვნული ინტერესებისთვის, ასევე ეს არის მსახურება ამ მემკვიდრეობის გატანის თვალსაზრისით. სამშაბათს 20 საათზე ფსიქოლოგი ანა არველაძე სტუმრად გადაცემაში ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. დამარცხებას და გამარჯვებას არის ჩვენი ცხოვრება, ეს არის ჩვენი გამოცდილება, ჩვენი გამოწვევა იმისთვის, რომ ადამიანობა არ დავკარგოთ, იმისთვის, რომ სულიერება არ დავკარგოთ და რაღაცნაირად მადლიერები ვიყოთ ღმერთის.